პომპეზურობით აღნიშნავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროში შშმ პირთა პროგრამების ბიუჯეტი 135 მილიონი გვაქვს. ძალიან მაგარია 135 მილიონი, ძალიან მაგრად ჟღერს. და ერთიანად ეს თანხა ძალიან მაგარია. მაგრამ იქვე კი არ ამბობენ, რომ ამ პროგრამაში რეგისტრირებული 130,000 სტატუსის მქონე შშმ პირია. და 135 მილიონს თუ 130,000-ზე გავყოფ 1028-ს რო ვიღებ წელიწადში და მე კიდე 12 თვეზე თუ გავყოფ 86 ლარს რო ვიღებ. აი მე ხლა 86 ლარი რატი ამ კანონ პროექტის თანაავტორებთან ერთად კოლმეურნეობაზე შაურბის ჩასაჭრელად რო ჩავიდეს, მაგაშიც არ ეყოფა. და როგორ უნდა ეყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელსაც ტოტალურად ყველა სჭირდება რეაბილიტაცია, დამხმარე საშუალებები, აბილიტაცია. როგორ უნდა ეყოთ? მაშინ რა გამოდის? ყველაზე არ მიდის ეს 86 ლარი, აქაც შერჩევას ვაკეთებთ საჭიროებისას? და ეს შერჩევითობაც არის.